გახსოვს ის იყო ჩემი ძილის ყდა ვინ არის? ადე თორე სკოლაში დაგაგვიანდებოდე. არ მინდა სკოლაში. რას ლაპარაკობ? ადე. თავი მტკივა. ნუ იქონე ფადექი. მართლა მტკივა. სიცხე ხო არ გაგდა? არა, უბრალოდ ცუდად მეცინო. რატო ცუდი სიზმარი ნახე? რა გჭირდა? რა მოხდა მითხარი? გუშინ შენ და მამამ რაზე იჩხუბეთ? აღარ მამა, ვეღარ ნახავ. ჯერ ერთი კი არ ვიჩხუბეთ, ვიკამათეთ. და მე რას ნიშნავს ეს მამა აღარ მოვა და ვეღარ ნახავ? ვიცი. მამის მინედე რაც უნდა მოხდეს, მე და მამამ როგორც არ უნდა ვიჩხუბოთ. და როგორც არ უნდა გამაბრაზოს, ერთი რამე დაიმახსოვრე. შენ ეს არ გეხება. შენ დედაც ყავს და მამაც. და ორივე გიждდება შენზე. ოღონდ ცალ-ცალკე ხო? ეგრე არ მინდო. შენ არ ინერვიულა რა და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. გპირდები. დედიკო დაგეძინა. მე გავამზადებ საუზმეს. ისედაც მთელი ღამე გაათენე. კაი რა დეამინც ვერ დავიძინებდი. ძალიან შემეცოდა მარი. ამოხდა. მე და თუ ვერ გავიგე? ნაკლები უნდა დაგელია შვილო და გაიგებდი ყველაფერს. რადა ფუშინ საღამოს ყობა მიუვარდა მარის სახლში. ეჩხუბებოდა უყვირო და მარი კარს არ აღებდა. და სუსტად ამ დროს ვიღაცა მეზობელმა გამოიძახა პატრული. მე წაგაცრიეს გოგო განყოფილებაში. ჩვენ არა. ყობა წაიყვანეს ჩვენ რომ მივედით წასული იყო უკვე და მარის ჩამოართვეს ჩვენება. ეკატერინა მამა, ახლა როგორ იქნება ყობას საქმე? შო, დაიჯერე? არ ვიცი მა, ანუ ესე გუშინ სიტყვიერად უთხრა მარიმ პატრულს რომ მომივარდაო, მეჩხუბებოდაო. ეხლა დღეს კიდე დაიბარეს და დღეს თუ უკვე საჩივარს დაწერს, დაიჭერენ ალბათ არ ვიცი. ვაიმე მართლა, აუ საწყალი ყობა. არ არის დედა საწყალი, ყველაფერი თავის ბრალი. მაიცა რა, ეგრე ტყუილ უბრალოდ არავინ არავის უვარდება. რაც არ უნდა მოხდეს, შვილო, ასე მოქცევა არ შეიძლება. მე ყობა არ მეგონა ეგეთი ადამიანი. აი ბიჭი, ეგ ხვეწებით რა ხარ შემიძლია ჭამოთ ვისაუზმოთ, მოვჩეთ მაღაზიაში. გადასარევი აზრია, ნანიკო, მიხედა ბავშვებს. მე რო კვერცხი შემიწვათ ვინმე. არ მევასება რა, ეს შეა და სვეცკაობები. რო ადგედა რო შეიწვა. ორი ქალი ხართ, მე რატო უნდა შევიწვა? კარგით, რა პრობლემაა? მე შევიწვა. იცი რა პრობლემაა? ცოლს რომ მოიყვანს, იმასთანაც ეგეთი იქნება და რომელი გოგო გაუძლებს ამას და ვინ მეუბნება? შენ რა მართლა გონია რომ რომელიმე კაცი გაგიძლებს გოგო? მაგრამ მე მგონი ვიღაცამ გადადო თავი და აპირებს გაგიძლოს. რა, დღეში ვიღაცა 1000 ჯერ წერს და შენ გაკრეჭილი პასუხობ. ვაიმე მართლა? ეკუნა. დედიკო ხომ იცი რომ მაღაზიებიდან არაფერი არ გამახარებს. ზურიკო. კი, ნანიკო, მაგრამ მე ის მახარებს, რაც ეკატერინეს ახარებს. მე უყარი ნახე რა გაბადრული. დედიკო. როდის გაგვაცნო? და კაი გეხვეწები რა, ამის ბოდვას დახრიცინს, რა სურს მე? თანამშრომელმა მომწერა რაღაც, რა გჭირთ ხახნო? წადი რა შუა შესაქმეს მიხედე რა. სხვათა შორის მაღაზია უნდა გელაპარაკო. რაზე? მაგარი ბიზნესი მოვყოლე. თან მაგარი. მოიცა სერიოზულა? უსერიოზულესად. ვაიმე დედიკო, რა ბიზნესია? ჯერ სატესტო რეჟიმში ვარ. მოკლედ რა ხდება უყურე? ჩამოვიყვან გაფუჭებულ მანქანებს, გავაკეთებ და გავყიდე. თვითონ მანქანები და $1000 დამრჩება. საიდან ჩამოვიყვან? ვიცი ხა, როგორ ჩამოყავს? და ვის ჩამოყავს ეს მანქანები? ჩემი კლასელი ბაკო გახსოვს? ბაკო, კი, ისა, პუტკუნა ბაკო. ხო?
უნდა ეგ მიგზავნეს. რას? 15 წელია იქით არის და იცი სიქაური პონტები. პირველი მანქანა დღეს ჩამომდის. მერე? რა მერე, გავაკეთებ და გავყიდი. მყიდველი გყავს? რიგი მიდგას. უკვე 2 კაცს უთხარი და 10 მომადგა. რო გაბაზრდება აზრი ხართ რა მოხდება? და რეალური მყიდველები არიან? ო, თვითონ მომადგნენ, მე კი არ მithოვია. თავი ნეტა გამოგივიდოდეს ეს ამბავი. რა მოვა? უბრალოდ პირველი მანქანის გასაკეთებლად $500 მჭირდება, თუ გამიჩნდათ რა ვიცი. აუ, მამა, ხო იცი, ამდენი ფული ახლა არ მაქვს. რაც მქონდა ხო მოგეცი. კიკითში ბინის კირას ავიღებთ. აბარა ბინის კირი და აი დაანებია მათ თავი მე მოგცე მაგ ფულს. ნაი შენ უნდა თქვა რომ დამყავსო. მერე ვამბობ. თუ გინდა გაკოცე. მე არა იყოს ისეც მოგცე მაგ ფულს. მე ზური კოკვერცხი მომაწოდე. ახლავე. მოდი. რა შვები? რავი. ცოტა ხანში მივიდივარ პოლიციაში. გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. საჩივარი უნდა დაწერო? რეები გამიკეთა და კიდე აქ მოსვას და ხმის ამოღებას რო ბედავს ეგ ნაგავი ეგ. ძალიან ცუდად არის. არ მაინტერესებს. ადვოკატს ველაპარაკე და ყველაფერს ნანობს რა. გჯერა შენ? კი. ეს ის შემთხვევა როცა მჯერა რა. არიამ ხო იცი არა ყოველთვის შემხარეს ვარ რა. ყოველთვის მართალი ხარ, მაგრამ აი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია კობა რა. თავის თავს დააბრალოს. ციხეში ესე მდგომარეობაში ვერ გაძლებს რა. რატოვითო? კრიმინალი არ არის თუ რა? რაც გინდა ის დაუძახე რა, აფერისტი, იგროკი, ლუდომანი, მაგრამ კრიმინალი რო არა, შენც ხო იცი კარგად რა. კასპერ, ჯერ მარტო იმიტოა კრიმინალი, დედაჩემის ფული რომ მოიპარა. და მე რო გენახა, როგორ მოვარდა აქ და როგორ ხრიალებ და მაგას არ მეტყოდი შენ. ნუ ეხა ცოტა გიჟი არის რა. ხო და ეგ დოსი სადაც არის. ესე უფრო მშვიდად ვიქნებით მე და ჩემი შვილი. ეხლა კიდე იმაზე მაფიქრე, როდის მომივარდება აქ. მარიამ კობა აქ აღარ მოვა. კასპერ, გთხოვ, ძალიან დავიღალე. მაგ ადამიანის სახელის ხსენებასაც ვეღარ ვიტან, უკვე მეზიზღება, გაიგეთ რა. აი დამშვიდი ხო. საერთოდ ხმას არ ამოვიღებ რა. თუ გინდა საერთოდ წავალ. მან წავალ და თავიდან მოვა. გინდა ყავა გაგიკეთა? არა იყოს. მეჩქარება საქმეები მაგ. აი ყავის დალევას რა მოსწრებოდ. სხვათა შორის შენი სამზარეულოდ დავამთავრე. მაშინ გაიგეთ. რამოდენიმე კვირაში სად იქნება და დაგირეკავ მოვალ დავამონტაჟოთ. ოქროხ. კარგი მადლობა. ალო. ალო, ეკა გამარჯობა, დათო ვარ, კობას მეგობარი. ვინ? კასპერა. ეგრე რა კასპერა დათო. ხო, რა ვიდიაში დათო მქვია რა. როგორ ხარ? კარგად, შენ? რავი, მეც ვარ რა. რაზე გირეკავ, იცი? ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ხვდები. ხო, ეხლა მარიამთან ვიყავი რა სახლში მისული. ხო და ძალიან გაბრაზებული იყო რა, პოლიციაში აპირებს საჩივრის დაწერას რა და კობაზე ვერც ველაპარაკე რა. გასაგებია, ანუ გინდა რომ მე დაველაპარაკო. კი, არი მე შენი ძმაკაცი მაგის ღირსი. ძალიან ნანობს. მე არ ამატიროთ ახ.
ნუ ცხოვრებაში ესეთი დათრგუნული პირველად ვნახე რა. ხირსია. ვიცი, მაგრამ ვიცი რა, ეხა შენ რამდენიც არ უნდა ეცადო მე კობას ვერ შემაცოდებ. თან არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ დაგირეკავ. შენც ხო იცი რომ კობა არ არის ესეთი ტიპი რომ მარიამზე იძალადოს რა. ნუ ხე ცოტა ცუდად გამოუვიდა, კარებზე აბრახუნა, გაბრაზებული იყო რა. წარმოიდგინე ეხა შეიძლება რამდენიმე წლით ელენემ მამა ვერ ნახოს და არ არის სწორი რა. კასპერ, შენ ხარ კობას ძმაკაცი. მე მარის მეგობარი. ამიტომ ტყუილ ამკერავ ეხა რა. მე ეხლა როგორც კობას ძმაკაცი ისი არ გირეკავ. ამ წუთას ვარ ელენეს ნათლია. და ელენეს ბედი უფრო მადარდებს რა. მესმის. მოკლედ არ ვიცი რა გამოვა, კიდევ ერთხელ გეუბნები, დაველაპარაკები და დაგირეკავ. კაი, მიდი. აი ეს ყავა რომ ენატრება და ის რომ აფხიზლებს ეგრე არაფერი. მთელი ღამე გაგათენებინა გუშინ და შენ თუ კიდე რამე გაფხიზლებს ყოჩა. ვინ არის? არავინ. ჩემ თანამშრომელი რაღაც მწველი ფოტო გამომიგზავნა და იცი რაღაცნაირად განაცდი და მე როდის არ ვანათებ? მე სულ ვანათებ და სულ ვკაშკაშებ. ეხ შემჩნიე? ეს შენ რო ხარ ბოლო დროს ჩამქრალი და განადგურებული ეგ არ მომწონს. ქმარი რომ მოგივარდება ღამე ისტერიკას მოგიწყობს, ბავშვს შეგიშინებს. მანამდე უსახლკაროდ ყავხარ დატოვებული და დედა შენი სამკურნალო ფული აქვს წაგებული. ჩამქრალი კი არა, როგორ არ ვკვდები, იცი როგორ მიყვირს ხანდახან. და ეგდოს ახლა ციხეში. უფრო მშვიდად ვიქნებით ყველა. მაგას სერიოზულად ამბობ, ან მართლა ვაპირებ რომ დააჭერინო? ისე მიყვირს, რომ არ მეთანხმები და თან გიყვირს. მერვე კლასიდან ძალადობაზე გველაპარაკები. კაც თავი არ დააჩაგრინოთ, დასაჯეთო, ვილაპარაკობდა მაშინ ამ თემებზე. მე ვლაპარაკობდი და მართალი ხარ. არანაირი გამართლება კობას საქციელს არ აქვს. მაგრამ მაგრამ. შენ რო გენახა კობა გუშინ სხვა ქალთან ერთად რას იზამდი? საერთოდ არ მაინტერესებს, ვისთანაც უნდა იმასთან იარო. კაი, გეხოცები, ეგ ბოდო ვინც არ გიცნობს იმას მოუყევი. მე მითხარი სიმართლე. კარგი, დავუშვათ არ მესიამოვნებოდა, მაგრამ რას მეუბნები, რომ მიუვარდებოდი და ისტერიკას ავტეხდი? რატო ედრები შენ კობას? კობას რატო ედრები? ანუ ადამიანი სახლიდან გაგდებული, განადგურებული, სამართლიანად, კი ბატონო, მაგრამ ცუდად არის ენატრებით. მოვიდა და რას ხედავს? შენც ხო იცი, რაც გუშინ დაინახა კობამ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მოულოდნელი კი არა, გავშეშდი იმდენად წარმოუდგენელი იყო. მესმის, მაგრამ მიდი და გააგებინე ხა ეგ კობას. არ ვაპირებ. მესმის, ერთი წამი არის ვფიქრო, რომ კობას ვამართლებ. არანაირი გამართლება არ აქვს. ზოგადად, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც პატარა თავისი სიმართლე აქვს. არ მაინტერესებს. ხო, ეგეც მესმის. მე რას გეუბნებით, სანამ ციხისთვის გაიმეტებ, კარგად დაფიქრდი, მარტო ხო არ ხარ მაგ ყველაფერში. ელენეზეც უნდა იფიქრო, ანუ თან არ არის კობა ის ადამიანი, ვისთვისაც ციხე იდეალური ადგილია. უფრო არ დაღუპო ადამიანი ხვდები? თან ელენესაც უყვარს თავის მამა. გამოგძიებელმა არავის არ შემოუტანია საჩივარიო და შენ დაელაპარაკე მარიამს, ხო? წამო რა. მანქანა ცოტა ზემოთ ვიყენ. როდის იყო ეხა ახლოსაც შეერებდი შენ მანქანას. ხო არ დაიღალე, ბევრია რა. 6 ნაბიჯი წინ, 6 ნაბიჯი უკან. მაგინე შვენიერი ფართი ქონია. ბიჭო, კობა. ხო არ მოგენატრება, ცხოვრებაში აი ერთხელ შეიძლება რომ დამიჯერო? ანუ მკითხე რა მოხდა? იქნება მართალი ვარ შეჩემ. რა ხდება?